გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ როგორც გითხარით ეს დღეები ცოტა დაკავებული მექნება, მე მინდა უბრალოდ ყველას ვერ წერ პასუხად მესენჯერში, კომენტარზე რამოდენიმესთან შეპირებული ვარ, რომ დაურეკავ შევეხმიანები ბევრ უამრავ საკითხებთან დაკავშირებით და ბოდიში ხდით რომ მიგვიანდება, მაგრამ უბრალოდ რაღაც პერიოდი მაქვს ისეთი, რომ ამას გადავაგორებ და ყველა შეგეხმიანებით აუცილებლად არავინ არ დამვიწყებია და ასე რომ ვთქვათ, არავისთან საუბარს არ ვარიდებ, ვისაც ეხება იციან ახლა შინაურები არიან ისეთ დაწანახულები არიან ეს ადამიანები, ბევრს რაღაც აინტერესებს და მინდა რომ ასე მოგმართოთ. რაღაც რამოდენიმე დღის პერიოდი მაქვს გადავაგორებ ამ ყველაფერს და მშვიდად წყნარად ყველას შეგეხმიანებით, მანამდე კი მინდა რა პარალელურად მიმდინარეობს ამ ბიოლოგიური ნაგვიდან მტრობა, წივილი, კივილი ჩემს მიმართ და ორი სიტყვით მინდა ამას გამოვეხმაურო და დიდხანს არ შეგაწყენთ თავს. მოკლედ, როგორც იცით, სუსის აგენტი ადვოკატები ნაწილი შვებულებაში გაუშვი, ქალბატონი მარიამის თამადობით, თუ ქალბატონი შეიძლება ამ დედრს ეწოდოს, პრეცედენტი არ ქონია საქართველოში იმას, რომ სახელმწიფო სისტემა, ადვოკატთა კოლეგია, ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატის ოჯახის წევრები ასე ვენებს იგლიჯავდნენ, ასეთი ბუმი და ასეთი ხმაური ყოფილიყო სატეხილი, ჯერ არავის არ ახსოვს. კუბლაშვილის დედას მითხრა, მინდა მივმართო ეს იმაზე რო წერ, რა ქვია, კომენტარზე რო წერ და ესე სხვათა შორის ვეფხის ტყაოსანს მასწავლი თურმე, რომ თურმე ვეფხის ტყაოსანში ასე წერია და ვეფხის ტყაოსანში ისე წერია და რას გეტყვით ქალბატონო, იცით, ვეფხის ტყაოსანში ბევრი რაღაცა წერია და მე ნამდვილად არ მისწავლება, იმიტომ რომ წერა კითხვა არ ვიცოდი, მე პირადად ბავშვი ვიყავი, როდესაც ვეფხის ტყაოსნის ნახევარი ვიცოდი ზეპირად მოსმენით თან, თანაც ისე რომ რომელ სტროფსაც მეტყოდით, ნომერს იმ სტროფს გეტყოდით რა. ამიტომ ყველა ნორმალური ქართველის ოჯახში ვეფხისტყაოსანი ყოველ შემთხვევაში ასე იყო აქამდე და ქალი რო თხოვდებოდა ვეფხისტყაოსანს ატანდნენ და ქართველების, ასე რომ ვთქვათ, საერო ბიბლია იყო ყველაფერი. ხო და ვეფხისტყაოსანი წაკითხული რო ქონდეთ თქვენ და გააზრებული რო ქონდეთ თქვენ და თქვენ შვილს, ცოტა უფრო სხვანაირად მოიქცეოდით. ბევრი აფორიზმი არის, ახლა მე არ გადავალ ამ ყველაფრის გახსენებაზე. არ ხართ თქვენ ის კატეგორია ადამიანები, ვისაც აფორიზმებით შეიძლება ესაუბროს და კაცი და არ ხართ თქვენ ის კატეგორია ადამიანები, რომლებსაც ამაღლებული გრძნობები და ჰაგეოგრაფიული ენით აგელაპარაკოთ. ამიტომ გელაპარაკებით ისე, როგორც იმსახურებთ. და თქვენ სადაც ნახავთ, დაგუგლავთ და ამოიღებთ იმას ვეფხისტყაოსნის ციტატებს, შეგიძლიათ დაწეროთ ეს თქვენი ინტელექტის ასამაღლებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ისევე თქვენი შვილი ყოს პატრიარქის სურათი რო უდევს კიდე გვერდით გაზიარებდა დიდი მორწმუნეები რო ხართ თურმე და ღმერთი რო გწავთ. აი ეს ფარისეველ საზოგადოებასთან მე მხოლოდ ამენით უნდა შემიძლია საუბარი, რაენითაც ველაპარაკები. რაენითაც იმსახურებ თქვენ ასეთ საუბარს. ჩემი სურვილი არ ყოფილა ეს. არც არ ყოფილა ჩემი სურვილი, არც აგრესია, არც ჭკუები, არც არაფერი. ნორმალურ ენაზე რო არ გესმით ლაპარაკი და ადამიანურ ენაზე რო არ გესმით ლაპარაკი, არა მარტო თქვენ სახელმწიფო სისტემის ვირთხებს, ხელისუფლებას, ოპოზიციას დღეს რო პოლიტიკოსები რო ქვიათ, ხო, იძულებული გავხდი, რომ აი ესეთი თქვენთვის გასაგები ენა შემემუშავებია, იმიტომ რომ თქვენ სხვანაირი ენა არ გესმით. ხო, არ შეიძლება ეხლა თქვენ მე გითხრათ, აი რა გითხრათ, ხო, კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი. ეს გამგიმარტოთ მერე. ნაცი რას ნიშნავს ვეფხისტყაოსანში, ბოზი რას ნიშნავს სამაში რა ქვია ვეფხისტყაოსანში, ზოგ შეიძლება ნაცმოძრაობა ეგონოს, ზოგ შეიძლება ეს რა ქვია ბოზი პირქით ლამაზი ეგონოს და ესე შემდეგ. სინამდვილეში სულ სხვა. ამისთვის მე გირჩევთ თქვენ გადაშალოთ ზვიად გამსახურდიას გარჩევა ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი უძლიერესი გარჩევა არსებობს იქ.
სხვების გარჩევაცა, იგივე ნოდარნათაძის გარჩევაცა. თუ თქვენ სიტყვები გაინტერესებთ, რა სიტყვა რას ნიშნავს, შეგიძლიათ კორნელი კეკელიძის, ალექსანდრე ბარამიძის, აკაკი შანიძის განმარტება ამოიღოთ და მე ილაპარაკეთ ვეფხისტყაოს. რა ხარ თქვენ ვეფხისტყაოსნით სალაპარაკო ხალხი? არც თქვენ, არც თქვენი მფარველები და არც თქვენი ადვოკატთა კოლეგია. ადვოკატთა კოლეგია თუ ადვოკატთა ასოციაცია. თქვენი შვილი ყოს ხარდაჭერაში ნიფხები რო გადაიჭრეს და ეხა რაც უშიშროების ფაილები გამოვიდა, ყველამ რო საკუთარ ტრაკზე იფიქრა და პოსტები რო წაშალა. ხო. ეს ხალხი ხართ თქვენ. და ადვოკატებს პროკურორების და ემის, რა ქვია, ივანიშვილის სურათები რო უდევთ. და ამით რო ამაყობენ. ეს კატეგორია ადვოკატები ხართ თქვენ. ეს ასოციაცია არის. მე არ მახსოვს, მე არ გამიგონია. მე ვერასდროს ვერ გავიგე, როდესაც ადვოკატთა ასოციაციის წევრი იყო აცხონოს ღმერთმა მისი სული, კაცი რომელსაც ამდენი ხანი ჩვენ ერთი ამბები გქონდა ატეხილი. სულ დაადანაშაულა აგერ კოპახიძე დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით. ხომ გახსოვთ? თან ასევე სასულიერო პირიც იყო. საერო საქმიანობაში, საქმიანობასაც ეწეოდა. და კაცმა ვითომ თავი ჩამოირჩო. სად იყო ან სასულიერო პირების განცხადება? სად იყო ადვოკატთა კოლეგიის განცხადება, ასოციაციის განცხადება მათმა კოლეგამ ვითომ თავი რომ მოიკლა? გაურკვეველ ვითარებაში ექსპერტიზაც რო არ ჩაატარეს ის სამ დღეში რო დაასაფლავეს ადამიანი. ლაზარე ჯორბინაძეზე მაქვს საუბარი. სად იყავით თქვენ მაშინ? სად ბრძანდებოდა თქვენი ასოციაცია? სად იყავით ყანდაშვილი? ახლა რო ნიფხავს იგლიჯავ. გამოდი ახლა ერთი ახლაც დაიგლიჯეთ ნიფხავი ამ სუსის ფაილებთან დაკავშირებით. თქვენი უნციკლო კოლეგის მიმართ კანონ პროექტიც რო შეგავთ თურმე რომ ადვოკატზე შეხება არ შეიძლება. ბოლში ვიზა შეიძლება შეხება. ნაცებს არ შეეხო. ქოცებს არ შეეხო. ივანიშვილს არ შეეხო. საპატრიარქოს ყანდურებს არ შეეხო. ჟურნალისტებს არ შეეხო. ადვოკატებსაც აღარ შეეხო. აბა ვის შევეხო? ვის შევეხო? ვინ დავადანაშაულო უბედურებებში რაც ხდება ქვეყანაში? ამდენი სიბინძური, ამდენი აყროლება რაც მიმდინარეობს. და თქვენ ყველა ხელშეუხებლები ხართ. თქვენი დედა შევეცი ერთად აღებული სუღველასას. სუღველასას. თქვენ ხართ დანაშაულებრივი სინდიკატი. თქვენ არც ხელისუფლება ხართ. თქვენ არც ოპოზიცია ხართ. თქვენ არც სასულიერო პირები ხართ. თქვენ არც ადვოკატები ხართ. თქვენ არც ჟურნალისტები ხართ. და თქვენ არც ერთი ადამიანები არ ხართ. ხო? არც ერთი ადამიანები არ ხართ. თქვენ ხართ ნაგავი ხალხი. რომლებსაც ოღონ ფული მიეცი და საერთოდ არც ღმერთი ახსოვს, არც სამართალი ახსოვს, არც ამომრჩეველი ახსოვს, არც მრევლი ახსოვს, არავინ არაფერი არ ახსოვს. არც მის დაცვის ქვეშ მყოფი კლიენტი არ ახსოვს. ვინც მას გადაუხდის ეს ახაც პოლიტიკური ბორდელი. ხო. ეხლა მინდა აი ამას გამოვეხმაურო, ეს ირაკლი ყველამ კარგად იცის ეს ირაკლი ზაქარიაშვილი თურმე ითხოვს იმას, რა ქვია, საიდანო კაცო უკვე თურმე ჩემს ხელში საიდან მოხდა თურმე ეს უშიშროების მასალები და როგორ ვახდენ ამ ყველაფერს, როგორ ვახდენ ამ ყველაფრის და ითხოვს ახლა უშიშროებიდან თურმე რამენაირად პასუხი გამცენ დამიჭირონ და საფრანგეთში რატო ვერ მომაგდეს. თქვენ დებილ დედა შევეცი რო გკითხოთ კაცმა, აგერა კაცმა რო გკითხოთ, თქვენივე ჟურნალისტები, თქვენივე ესა რა ქვია, კოლეგები, ეს კოლეგა, ეს თქვენი კოლეგაა, ეს მარიკო, იმაში როა წასული, რა ქვია, დასასვენებლად ახლა ზღვაზე გოგოს, სად რო გამოიბანა იმას რო იმაშვებით. დებთ. და ადვოკატები და ჟურნალისტები
ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ხო ვიმტკიცებდით, რომ მე ვარ ფრანგული სპეცსამსახურების თანამშრომელი. ადვოკატი ხალხი. და მე იქეთ გიკვირთ, რომ თურმე ცილის წამების მსხვერპლი გახდით თურმე თქვენ. მე ვყოფილვარ თურმე ეს ფრანგულ, პოლონური და რა ვიცი, 1000 ჯულის სპეცსამსახურების აგენტი თურმე და. თუ ამდენი, თუ ასეთი აგენტი ვარ, თუ ერთი დავწერე ის, რომ გენერლობა მივიღეთ ხო და ფრანგულ ლეგიონს მაბარებენ საქართველოში ბრუნდები წესრიგის დასამყარებლად, ზოგმა მართლა დაიჯერა. ზოგმა მართლა დაიჯერა. ხო და ქვეშობელ ძაღლებო, ან სასამართლოზე როგორ ახართ, ან პროცესებზე როგორ ახართ. ამას რო კითხო, ცილის წამება, რომელიც ნუ ხო თქვენგან რა უნდა მოვითხოვოთ, მართლა რა უნდა მოვითხოვოთ, თქვენნაირი ხალხი არც მტრად მისცეს, კაც ღმერთმა და არც მოყვარეთ. არც მტრად უქნი ხარ და არც მოყვარეთ. ადვოკატმა იმდენი არ იცის, ყველაზე წარმატებულმა ფულიანმა ადვოკატმა და თურმე აი ვარსკვლავთ გოგონა. იმდენი არ იცის თურმე რომ ცილის წამება საქართველოში სისხლისამართლებრივი სასჯელი არ არის და არ ითვალისწინებს და პროკურატურაში განცხადება შედის, საჩივარი არ შედის ის. და პროკურატურაში არ შედის, სასამართლოში შედის. და ამას აგონებს ახლა ვითომ რომ მისი გაუნათლებელი და უნიჭო, რადგანაც ადვოკატი აქვს, ლეგენდა აქვს, ბრძენია. ხო? რო თურმე აქეთ დამგამოს უკრავს ხალხი ტაშს. ეს ზბროდი, ეს გაუნათლებელი ხალხი. ეს უციგნური ადამიანები. ვეფხის ტყაოსანს ქალბატონო, აი ამის ქმარი. თქვენი სიძე ასრულებს კარგად იქ ტარგელის თუ ავთანდილის დროს არ ვიცი. და რობიკოს ტურვასნაირად გიყვართ ალბათ თქვენს ვეფხის ტყაოსანი. ხო, იმასაც უყვარდა თურმე ბავშვობიდან ერთ რობიკოს ტურვაზე ცალკე იმას ვიზამთ, მის სიყვარულს ვეფხის ტყაოსნის მიმართ გავაკეთებ. ამას თურმე. და ამის ესა რა ქვია, მის შენ სიძეს წაუკითხე. რა არის იქ, როგორ უნდა მოიქცეს და როგორ არ უნდა მოიქცეს. რომ ვეფხის ტყაოსანი პორნო თეატრი არ არის. და რობიკას წაუკითხე იმ ბებერ დედა მოწმულ ბუჩისს. რომ ვეფხის ტყაოსანი ეს რობიკას ტურვას დონი არ არის. და შენი სიძის დონი არ არის. და არჩენი დონი არა. და არჩენი შვილის დონია ეგ. და თქვენ ხართ საერთოდ ნულს ქვემოთ ხალხი განათლებაში. თქვენ ერთი რა შეგიძლიათ ჩივილი, იგიც არ შეგიძლიათ წესიერად. ამდენი ხანია ჩაშვების, ჩივილის, ჩათლახობის მეტი არაფერის არ აკეთებთ, ის არიცით. სადრასაც ვარი შედის. და ეს გიგვირთ. ხო და აი იმას ვამბობდი, რომ თურმეო, კაცო, ეს მთელი ფაილებიო და ეს მთელი ეს ყველაფერიო, აი აგერ გამოძიება ჩაუტარებია ირაყლიოს და ესო რა ქვიაო, არ ვიცი, ეს კიდე გენიალური გამოძიება, რომ კომპიუტერში ჩანდა თურმე ფაილები, ჯერ დააგვირდით. 15 აგვისტოს იყო. ბიჭო. არა, იფიქრეთ, მასე იფიქრეთ, როგორც ფიქრობთ, რომ ეს თარიღი დაუნახიათ, რომ 15 აგვისტოს იყო რაღაც ფაილები შემოტანილი კომპიუტერში. შეშობელ ძაღლო, დებილი ვარ, კომპიუტერში მქონდეს. მაგ სპეციალურ შესანახ ჩიპზე, საიდანაც გადამაგ. როდესაც გადადის, როდესაც ჩნდება ფაილი კომპიუტერში, მაშინ ეწერება იმას იმპორტირების თარიღი. ხო, მაგრამ აი მასე იფიქრე, არ მაქვს პრობლემა. იყოს მასე 15-ში მომაწოდეს. 15 აგვისტოს მომაწოდეს, ანუ ახალი სულ ესე სვეჟი ფაილები მომდის თურმე. სულ ახალი ფაილები მომდის საქართველოში რაც ხდება, აი ამათ იქ და აი იყოს მასე არჩევი ვარ. ხო, მასე იყოს. აბა თქვენ რა გეგონათ? თქვენ რა გეგონათ? რომ მე ან კონტაქტები არ მქონდა, ან მეგობრობა არ იცოდნენ ჩემმა მეგობრებმა, ან თავს ამდენი ხანი როგორ ვიცავდი თქვენნაირი გველებიდან. რა თქმა უნდა, დღესაც არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, პოლიციაში,
შეიარაღებულ ძალებში და სხვადასხვა ადგილას მე თვითონ ძალოვანი სტრუქტურიდან მოვდივარ. ჩემ მეგობრები, თანამებრძოლები, კურსელები და ესე შემდეგ, რომლებსაც თქვენგან განსხვავებით მე უყვარ ვარ და ყოველთვის მაფრთხილებდნენ იმ საფრთხეებზე, რა საფრთხეებით შეიძლება დამუქრებოდა. მადლობა ღმერთს მათი წყალობით ვარ დღეს აქ სადაც ვარ. ვარ უსაფრთხოდ. ხო, მე შეგვირდით. დადგებად რომ მე კარგად ვიქნები თქვენ დედის თქმა მამიშიმშილი გექნებათ თქვა. ხო და ის დროა მოსული, ახლა და აიტანეთ. მე რომ ამწარებდით, ხო კაი იყო. ახლა მე გაგამწარებთ. ხო და აიტანეთ. აიტანეთ. ჯერ ჟურნალია. კინოაც იქნება. ახლა მე ირაყლი ზაქარიაშვილზე არ ამაკ ლაპარაკი, იმიტომ მე ვისაც აინტერესებს მის მორალთან და ზნეობასთან და თავმოყარეობასთან შეგიძლიათ ნახოთ. გირგვლიანების კვლელების ადვოკატი, მურუსიძის ტრაკის მწმენდელი. ახალაიები ხალხს უყვარს. ახლა ამას რაც გინდა ის გაუკეთე. ეს ადამიანი ან ციხეში უნდა ჩააგდო, ან უნდა ცემო, ან უნდა მოკლა. სხვანაირად ის არ გაჩნდება მას თავმოყარეობა რა, ამას სინდისი არა, ამას დამუსი არა. ამათ კომპრომატით დამძედმეტია ლაპარაკო. შეხშურის როგორც ჩემს მასთან დიალოგში ირაკლი მილაძემ განაცხადა, თურმე მოზარდი ბიჭი როდესაც იყო, თურმე LGBT პედოფილური ურთიერთობა შესთავაზე. ხო. ამას რა ადამიანი იკადრებს. და ამის სულით მოსიარული ადამიანი რო ახლა იმას კეტის და ცების და ტყვის და ამის მეტ რა გააჩერებს. რა გააჩერებს. მაგრამ ხო კარგად მომკილი. მე არავის პატიმრობა არ მიხარია, მაგრამ შენი შვილი ყავს, ხო ალპობს ივანიშვილი ციხეში. მალე შენც დალპები. შენც მალე დედა მოგეტყნება. რატო იცი? შენც ამ სისტემის ნაწილი ხარ. აი ღარიბაშვილი ვერასდროს ვერ იფიქრებდა ციხეში თუ იჯდებოდა. ვერც სააკაშვილი ვერ იფიქრებდა ციხეში რომ იჯდებოდა. ვერც ახალაიები და ვერც სხვა. ამიტომ საქართველოს ისეთი ქვეყანა ჯერ ისედაც ყველასთვის დევს თითო აგური ციხეში. პატიოსანი ადამიანისთვისაც კი შეუმთხოველი არავინ არა, მაგრამ თქვენარი პოტენციური ნაბოზრუებისთვის განსაკუთრებულად დევს იქ აგურები. მალე მაგასაც მოვესწრები. რომ შენ არაკაცობაზე შვილი ხო გაგამწარეს. მალე შენთაც გამწარდები. გულბათ რცხილაძე უნდა იჯდეს ციხეში და შენ უნდა იყო გარეთ. შენ გეუნები, შენ ზაქარიაშვილი. ფიფიას რასი ბინძურეებს აბრალებდი. ზოგს მართალს ამბობდი, ზოგს აბრალებდი, ზოგს ლანძღვა გინებაში ყავდა. დღეს ერთი პოსტი აღარაა ფიფიათან დაძელი. ფული რო გადაგიხადეს. მაგიც კი ვიცი. ვინ გადაგიხადა, ისიც კი ვიცი. როგორ მოგაწოდეს, ისიც კი ვიცი. ასე იყო ირაკლი. ყველაფერი ვიცი. ყველაფერს ვხედავ. ყველაფერს ვამჩნევ. ყველაფრის საქმის კურსში ვარ და სამშვიდობოსა ვარ გამოსული. და აქედან გიტყნავ დედას, შენს და დანარჩენებსაც. ადვოკატო. ეთიკის და დილობის მატარება. აბა შეთანხმდით მის გვერდზე თუ ნახოთ რომელიმე ფიფიას ლამ. ფული მიწეს ამის წინეებზე და ყველა პოსტი წააშლევიეს. ვინ მიცა, როგორი ისიც ვიცი. კიდე ბევრ რაღაცას გაიგებს ხალხი. რაც შეგეხებათ თქვენ სანამ მე მიგბენდეთ, მანდა კიდე ორჯერ დაფიქრდეთ და სანამ მარტო მიგერა სხვას უგმენდეთ კიდე. იგი მე არ ვიცი, კიდე ერთხელ ვამბობ, ხას უსვამ ნატალია ბიბლიანის საქმესთან დაკავშირებით, ვისურვებ იმას, რასაც ყველა ღირსეული ქართველი ისურვებს, რომ ნორმალური ადამიანი რომ სამართალს გაერჩიოს, ჭეშმარიტ სამართალს გაერჩიოს ის იქ, რაც მომხდარია. ეგ ჩემი გასარჩევი არ არის. არც მურუსიძის გარჩეული სასამართლოს არ ბჯერა სიმართლე გითხრათ რა. მეტი მეინტერესია რა, მაგრამ ეს ნაძირალა კუბლაშვილი რო ამოატივტივეს ამ დროს. ხო გაგიშვი ჩვეულებაში, მალე პენსიაში გაგიშვებთ. ბარეული მიყვება კიდე უკან. არ ვიმუქრები. გაფრთხილებთ, რაბერაც ადეკით ახლა და სუსპაილების გამოაშკარავების მერე ბარეორმა დაიწყეთ ესა წაშლა. ყველა MC ბინძურის რაც ჩემ გვერდზე გაწერა, ჯერ სადახართ. კიდე უარესი მოგიწე. და ბოლოს მინდა დაუბრუნდე ამ ამბებს ატეხილს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და
მე ამათ სიბინძურეებში ნამდვილად არ ვერევი, ერთი კი ვიცი, რომ დადგება დრო და ცხონებული ზვიად გამსახურდია სიტყვები, ყველაფერი ახდა, ერთ-ერთზე და ესეც ახდება. იუდას უბეში გამოზრდილი ვირთხები ერთმანეთს დაჭამენ. ხო და აი ეს დრო არის ახლა მომდგარი და თქვენ როგორც ჭამთ ზედა და შუა დონეზე ერთმანეთს და დაბალ დონეზეც რო ჭამთ ერთმანეთს, ღარიბაშვილის გამო, ამის გამო, იმის გამო, ფული შემოიტანას გამო. მე რაღაცა მინდა გითხრა. დიახ, შემოაქვს ბიძინა ივანაშვილს, უკაცრავად, დიდი ხანია ფული საქართველოში. და შემოაქვს მისი ცოლის სახელით, სხვების სახელით. იმიტომ კი არ შემოაქვს, რომ საქართველოს ეკონომიკა აყვაოს, სამუშაო ადგილების შექმნას, ქარხანა ფაბრიკები ეს რომ მაგას დომოდა, იმ თავის კაპიტალს გამოწიკავდა იმ ოფშერებიდან და საქართველოს ეკონომიკაში ჩადებდა და იმ გაჭირვებულ გლეხსაც დაასაქმებდა, იმ გაჭირვებულ მუშასაც დაასაქმებდა, ქვეყანასაც ამოასუნთქებდა, თვითონაც 10ჯერ და 20ჯერ მეტი ეკნებოდა, მაგრამ თაღლიც ეს არ აინტერესებდა, თაღლიც აინტერესებდა აქ ეს პოლიტიკური სიბინძურე, იქ ოფშერებში გატანილი და იქიდან მიღებული უზარმაზარი პროცენტები და თაღლითობები როგორც ხდება და ასე იული ფული შოვნა. ეხლა როდესაც გადაუკეტეს, აი აქ და ძალიან ბევრს ეკეტება. ყულფი ეჭირება, წასასვლელი არსად არა აქვთ. შეპესეთ აქვს გადაქცეული საქართველო. ვერსად ვერ წავა ბიძინა ივანიშვილი. ვერც იმ დასავლეთში წავა. ეგ რა პატარკაციშვილის ის რა ქვია, მაგალითი. ერი ყოველს დაცულ ქალაქში და ყოველს დაცულ ჰაუსში. მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ შემთხვევით უცებ რაღაცნაირად თავი წააგდო. ხო და აქედან გამომდინარე მაგას არც იქ აქვს წასასვლელი. არც იმ დედა რუსეთში წასასვლელი არ აქვს. არც იქ არავის არ ჭირდება მაგან თავისი საქმე უნდა აკეთოს აქ. ხო და გააკეთებს მაგი თავის საქმეს აქ და დაუხარჯავს და ხარჯავს. უკადრებელს იკადრებენ. ყველაფერზე წავლიან. ფული ბევრი აქვს. ფული ბევრი აქვს. მაგრამ ფული ვეღარ უშველთ მაგათ მაგ. აფეთქდება მაგ ქვეყანა და ცუდად აფეთქდება. და ყველას თქვენი დათესილი ნაგავი, აი დამპალი რაც გაგაჩნიათ, აუცილებლად მიიღებთ თქვენ შესაფერის და საკადრის იმას. აი ბიზნეს თამადობით დამთავრებული სხვებით და სხვებით. აუცილებლად დამთავრდება ეგ ყველაფერი. ასე რომ ჩემო კარგებო, ახლავე ერწოდი. ასე რომ ჩემო კარგებო, აუცილებლად დაელოდეთ მომავალ სერიებს და მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. სანამდე თქვენ ჩემზე, ჩემნაირებზე ყბენას დაიწყებთ. სანამდე ჩემი ოჯახის წევრების და სხვების მიმართ და მათ გექნებათ ესეთ დამოკიდებულება, იცოდეთ, რომ პასუხს მიიღებთ 2 მაქვს და 3 მაქვს. ეხლა კი დაგემშვიდობებით, მე ჩემი მილიონი საქმე მაქვს. ვისაც შესაქმნელია შეგეხმიანებით, ბოდიშკეთ აქედან რომ ვერ გაგეცით პასუხი და შეგეხმიანებით და თქვენ კიდე დამელოდით მალე. და შვებულებიდან შეიძლება ბევრი ვიღაც გამოხვიდეთ. აბა დროებით.